გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Wormsis და ეს არის ჩვენი მორიგი ვიდეო. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ iPhone 10-ის შესახებ, უпростоრად უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ iPhone 10-ის შესახებ ვიდრე წინა ვიდეოში და ჩამოვთვლით 10 საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, სანამ შეიძენ ახალ iPhone 10-ს. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო iPhone-ის კორპუსის შესახებ. დავიწყოთ ეკრანით. ესე იგი, მისი ეკრანი დამზადებულია 50% უფრო სქელი შუშისგან, ვიდრე მისი წინამორბედის ეკრანი. მაგრამ აუცილებლად გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შუშა უფრო ნაკლებად მყარია ვიდრე ალუმინი და ნაწილობრივ ცუდია. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს გავიგებთ crash testების მიხედვით, როგორც ყოველთვის უამრავი crash test იდება უამრავ საიტზე და უკვე ბოლოს მივხვდებით, რომელი თაობა უფრო მყარია დარტყმების მიმართ. ტელეფონი გამოვიდა სულ ორი ფერი, ვერცხლისფერი და შავი. ვერცხლისფერი მოდელის ჩარჩო არის ჩვეულებრივი უჟანგავი მეტალისგან დამზადებული და არანაირად არ არის შეღებილი, ხოლო შავი ფერი არის შეღებილი შავად. აქ ჩდება კითხვა, ესე იგი, მარტივად დაიკაწრება თუ არა ეს ჩარჩოები. გასაღებთან დამოკიდებით უამრავი რაღაცის ზემოქმედების ქვეშ, როცა იქნება ჩვენ ჯიბეში და ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდება, როცა ტელეფონს უკვე პრაქტიკაში ვიხმართ. ჯერჯერობით ეს ტელეფონი არის ყოველთვის ხელმიუწვდომი, არ ვიცი, ძალიან იშვიათად თუ ექნება ვინმეს, მაგრამ YouTube-ზე დადების უფლება ჯერჯერობით არავის არ აქვს. მიახლოებით 3 ნოემბერს მეც მექნება უკვე ტელეფონი, 3-ში არა, მიახლოებით 5 ნოემბერს უკვე მეც მექნება ტელეფონი და ყველამ ერთად ნახოთ პრაქტიკაში როგორია iPhone. ახალი iPhone-ი შეფასებულია IP67 რეიტინგით, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ნაკლებად უფრო წყალგამძლე ვიდრე IP68. აქ ეხლა ზუსტ წყლის სიღრმეზე, დროზე ლაპარაკი არის ძალიან უადგილო, იმიტომ რომ ნორმალურად ჩამოყალიბებულიც არ არის. მაგალითად, iPhone-ი, რომელსაც აქვს IP67 შეფასება, iPhone 7 გაცილებით უფრო კარგად აძლევს წყალში ვიდრე Galaxy S7, რომელსაც აქვს IP68 შეფასება. ეს დამოკიდებულია უშუალოდ კომპანიაზე, რომელიც აწარმოებს ტელეფონებს და როგორი რეპუტაცია აქვს. მაგალითად, Apple საკმაოდ სახელგანთქმულია ამ რეპუტაციის მიხედვით, იმიტომ რომ IP67 შეფასების ტელეფონი უფრო უკეთეს აძლევს ვიდრე IP68. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ გარანტია არ ფარავს წყლით დაზიანებულ ტელეფონებს და მოვირდით, ასე ვთქვათ, წყალში, მით უმეტეს მარილიან წყალში ტელეფონის ჩატანას. ერთ-ერთი განსაკუთრებული ინოვაცია, რომელიც წარმოადგინა Apple-მა მის პრეზენტაციაზე, ეს იყო ახალი iPhone-ის ეკრანი, რომელიც გაიზარდა 5.8 ინჩამდე. ამასთანავე დაემატა ახალი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია, რომელსაც დაარქვეს True Tone, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი ოთახში არსებული, ასე ვთქვათ, განათების მიხედვით არეგულირებს ეკრანის ტემპერატურას და, ასე ვთქვათ, უფრო ბუნებრივ და ნატურალურ გამოსახულებას იძლევა ტელეფონი. ამასთანავე, როგორც იქნა დადგა დრო, როცა უკვე iPhone-ის ეკრანი არის OLED display არის, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგია ვიდრე თხევად კრისტალური, რომელიც აქამდე თითქმის ყველა iPhone-ში, არ იყო გამონაკლისი, ყველა iPhone-ში იყო თხევად კრისტალური ტექნოლოგია. ესე იგი, უამრავი უპირატესობა არსებობს, რაც გააჩნია OLED display-ის ამ თხევად კრისტალურისგან განსხვავებით და მათ შორის არის, ესე იგი, ის რომ შავი პიქსელები, მაგალითად, ჩვეულებრივ თხევად კრისტალურ ეკრანზე შავი პიქსელები ინთება, არის განათებული და OLED display-ზე, როდესაც საჭიროა შავი ფერის გამოსახულების მიღება, უბრალოდ ეკრანი ქრება, იმ ადგილებში ეკრანი ქრება, რაც არის ბევრად უფრო ნატურალური და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო ენერგოეფექტური, ბევრად უფრო გაახანთლებს ტელეფონის ბატარეას. ახლა კი ვისაუბროთ კამერების შესახებ. iPhone-ის ორივე კამერა უკანა მხარეს მეგაპიქსელების მიხედვით არ განვითარდა, ისევ 12 მეგაპიქსელი დარჩა, მაგრამ ესე იგი, ბევრად უფრო სწრაფი გახდა, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი სურათებს იღებს და ამასთანავე ორივე მათგანს დაემატა ოპტიკური სტაბილიზაცია. თითქმის უამრავ ადამიანმა იცის, რას ნიშნავს ოპტიკური სტაბილიზაცია, მაგრამ იმისთვის, ვინც არ იცის, ცალკეულად ახსნი რა არის ეს ახალი ტექნოლოგია. ახალი არა, მაგრამ ტექნოლოგია. ესე იგი, ოპტიკური სტაბილიზაცია საშუალებას გააძლევთ მოძრაობის დროს, როდესაც ტელეფონი ირყევა, როცა დაგაგოთ და ისე იღებს ვიდეოს, სტაბილიზაცია მოახდინოს იმ კონკრეტული კამერის, რომელთაც იღებს, ამოძრავებს, ასე ვთქვათ რა, ცოტა რთული გასაგებია, ვიდეოში გამოჩნდება როგორი იქნება, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ნაკლები ხარვეზია ვიდეოს გადაღების დროს და ბევრად უფრო უკეთესი და სტატიკური გამოსახულება მიიღება ვიდეოს გადაღების შემდეგ. ეს არის ოპტიკური სტაბილიზაცია. რაც შეეხება წინა კამერას, ესე იგი, წინა კამერა არც ეს შეცვლა მეგაპიქსელებით დარჩა 7 მეგაპიქსელი, მაგრამ დაემატა ფუნქცია, რომელიც 2016 წელს Apple-ის ესეთი, ასე ვთქვათ, ინოვაცია იყო. ეს ფუნქცია შეეძლო iPhone 7 Plus-ის ორ კამერას. ორი კამერა იყო საჭირო ამ ფუნქციის გამოსაყენებლად. ეს არის პორტრეტი. უკვე თქვენ შეძლებთ
selfie კამერით, ეგრეთ წოდებული selfie კამერით გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები. პირველად რომ დავინახე portrait mode-ით გადაღებული ფოტო, აღფრთოვანებული ვიყავი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა რომ smartphone-ით ესე მომავალში, ანუ ესე რეალურ დროში შესაძლებელი იქნებოდა ესეთი მაგარი ფოტოების გადაღება და ეხლა უკვე შეგვიძლია ამის გაკეთება უკვე წინა კამერითაც, რაც ნამდვილად ძალიან მაგარია. წინა კამერასაც შეეხება დაემატა სენსორი, რომელიც ერთდროულად აფიქსირებს თქვენს სახეზე 50 კუნთის მოძრაობას. ნამდვილად შთამბეჭდავია წარმოუდგენელიც და ამ ფუნქციის საშუალებით თქვენ ემოციებს გადაიტანს სმაილებზე, რომელსაც თქვენ გაგზავნით უკვე თქვენს მეგობრებთან. წინა ვიდეოში ვაჩვენე უფრო ასე ვთქვათ ვიზუალურად რა ფუნქციაც არის ეს. ახლა კი გადავინახოთ ყოველთვის არასაინტერესო ციფრებზე, რომელიც რეალურად პრაქტიკაში ძალიან ცოტას თუ ნიშნავს. ვით უმეტეს Apple-ის პრაქტიკაში. როგორც იქნა iPhone-ი არის 6 ბირთვიანი, აქედან 4 ბირთვი არის მაღალ სიხშირეზე მომუშავე, ხოლო 2 ბირთვი არის ენერგოეფექტური. ასევე დაემატა ახალი, პრინციპში ადრე 7+ ჰქონდა 3 გიგაბაიტი მეხსიერება, ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ ჩვეულებრივ სტანდარტულ ვერსიებს 2 გიგაბაიტი ჰქონდათ ოპერატიული მეხსიერება. ამ შემთხვევაში iPhone-ნაც ექნება 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, დაემატა ახალი 3 ბირთვიანი ანიმაციების, ასე ვთქვათ, ვიდეო ბარათი ასე რომ ვთქვათ. ასევე რომ საუბრობდი ამ ბირთვებზე, ეს ყველა ბირთვი არის A11 Bionic ჩიპის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გიგმეჩების მიხედვით, რომელიც მიახლოებით რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა Apple-ის პრეზენტაციაზე, კონკურენტს არ იტოვებს. რეალურად ყველა ტელეფონს, აბსოლუტურად ყველა ტელეფონს ჯობნის გიგმეჩი, აბსოლუტურად ყველას. ასევე მინდა გითხრათ ახალი საინტერესო ფუნქცია, ასე ვთქვათ, upgrade-ი, რაც შეეხო iPhone 10, ეს არის 5 ასე იგი მეხუთე თაობის Bluetooth-ი, რომელიც Galaxy S8-ში უკვე ვიხილეთ. იმისთვის, ვინც არ იცის რას ნიშნავს, ესე იგი, რას ნიშნავს მეხუთე თაობის Bluetooth-ი, მინდა გითხრათ, რომ დისტანცია თქვენს მოწყობილობებს შორის, რომელიც დაკავშირებული ერთმანეთთან Bluetooth-ით, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სტანდარტულ Bluetooth-ში იყო. და რა თქმა უნდა, ამათანავე ხმის ხარისხი, ანუ თვითონ გადაცემა ხარისხი, ფერად უფრო მაღალი დონის იქნება, ვიდრე სტანდარტულ Bluetooth-ში. ახალი smartphone-ი გამოვა მხოლოდ 64-იან და 256 გიგაბაიტიან ვერსიებში. ახლა ვისაუბროთ Face ID-ის შესახებ. ესე იგი, რა არის Face ID? ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ iPhone-აც არ აქვს Home ღილაკი და ამასთანავე არ აქვს Touch ID, ანუ თვითსანაბეჭდის სკანერი. ამიტომ გააჩნდა ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ეწოდება Face ID, რომელთაც თქვენ მოახერხებთ ტელეფონის გახსნას, გამბლოკვას. ესე იგი, ეს ტექნოლოგია არის ნამდვილად ინოვაციური. იგი ქმნის თქვენი სახის 3D მოდელს, ანუ თქვენი სახეზე არსებულ მიახლოებით 3000 წერტილს ათავსებს ერთად და ქმნის 3D მოდელს, რომელიც არის ბევრად უფრო დაცული, ვიდრე Touch ID. ახლა კი გადავინახოთ ტკივნეულ თემაზე. iPhone-ის ბატარეა. ალბათ დამეთანხმებით, ყველა რომ ვისაც აქვს iPhone-ი, სამწუხაროდ თან უწევს ატაროს ან powerbank-ი, ან კიდე დამტენი. სამწუხაროდ არც iPhone 10 იქნება გამონაკლისი, იმიტომ რომ ესე იგი, ჩვეულებრივი iPhone 7-ისგან განსხვავებით, სალაპარაკო დრო გაიზარდა 2 საათით თუ არ ვცდები მაქსიმუმ, მაგრამ ყოველ წელს ამას ამბობენ Apple-ის ინსტრუქტორები, ყოველ წელს პრეზენტაციაზე ზრდიან ამ iPhone-ის ბატარეაზე 2 საათით, ხან 1 საათით, მაგრამ რეალურად არაფერი არ იზრდება. ასევე მინდა შევეხო ახალ ტექნოლოგიას, არც ისე ახალს, უკვე 4 წელი არსებობს ბაზარზე, ეს არის უკაბელო დატენვა, რომელიც როგორც იქნა დაემატა iPhone 10-ს. როგორც იქნა თქვენ უკვე შეძლებთ ტელეფონი დატენოთ უკაბელოდ. ასევე დაემატა სწრაფი დატონის ფუნქცია, თქვენი ტელეფონი მიახლოებით 9 საათში დაიტენება 50%-მდე, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ნაკლებად შთამბეჭდავია ის, რომ ტელეფონი დარჩა ისევ ძალიან ძველ Lightning port-ზე. ასევე ერთ-ერთი სასიამოვნო ფუნქცია დაემატა iPhone-ს, ეს არის ჟესტებით ტელეფონის მართვა. ანუ იქნება გამნე რომ აღარ გვაქვს Home ღილაკი, საჭირო გახდა რომ რაღაცა სხვა ჟესტებს აითვისებინათ ის ფუნქცია, რომელიც აქამდე Home ღილაკს ახასიათებდა. ანუ ძალიან პრაქტიკულია, როგორც მე ვიხილე ვიდეოში, ანუ საკმაოდ პრაქტიკული და უფრო ბევრად მარტივია გამოსაყენებლად. დღეისათვის სულ ეს იყო. iPhone-ის გაყიდვები დაიწყება 3 ნოემბრიდან. მე პირადად მაქსიმალურად შევეცდები, რომ ტელეფონი მქონდეს მიახლოებით 4-5-6 ნოემბერს, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ტელეფონი რაც შეიძლება ადრე ჩავიგდო ხელში და
რაც შეიძლება ადრე შეუდგეთ ამ ტელეფონის